ყველა უწყება ერთ შენობაში, ყველა მომსახურება ერთ ფანჯარაში. იუსტიციის სამინისტრო დღეს ახალი პროექტის იუსტიციის სახლის პრეზენტაციას გამართავს. სამოქალაქო და საჯარო რეესტრები, ეროვნული არქივი, აღსრულების ეროვნული ბიურო, ნოტარიუსთა პალატა, საკანონმდებლო მაცნე და იუსტიციის სასწავლო ცენტრი. ყველა ეს უწყება ერთ შენობაში განთავსდება და მსურველებს მოემსახურება. ახალი პროექტის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან. იუსტიციის პირველი სახლი ბათუმში გაიხსნება. ეს იქნება თანამედროვე არქიტექტურული ტენდენციებით გათვალისწინებით აგებული 16 სართულიანი შენობა. Პრაქტიკულად ღია ჩვენი კარი ყველა ადამიანისათვის შეუძლია მობრძანდეს ამ პრეზენტაციაზე, სადაც წარმოადგენთ რაში მდგომარეობს ის სერვისი, რასაც ჩვენ მოქალაქეებს შევთავაზებთ, იმიტომ რომ ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის თითოეული ადამიანი, რომელიც ცხოვრობს საქართველოში და შესაბამისად იუსტიციის სახლის არსიც ეს არის, რომ ეს არის სახლი ყველასთვის. შესაბამისად ამაზე ჩვენ მუშაობთ უკვე 1 წელია, იმისათვის რომ შევქმნათ ინოვაციური პროდუქტი საქართველოში, რაც იქნება საიმიჯო მთელი ქვეყნისთვის. ყველას ეკნება საშუალება, რომ მივიდეს ერთ ადგილას შენობაში და იქ მიიღოს ნებისმიერი მომსახურება ძალიან სწრაფად, ეფექტურად და ხარისხიანი. იუსტიციის სახლების მიზანი გახლავთ სერვისების გამარტივება, ხელმისაწვდომობა და რაც შეიძლება მაღალი ხარისხით მიწოდება მოქალაქეებისთვის. სკოლების